ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება ზოგს სჯერა, რომ ნამდვილად მან ჩაიდინა ეს ყველაფერი, ზოგიც ამბობს, რომ მან ჩაიდინა ეს ყველაფერი, არ ვიცი, დაშინების თუ შანტაჟის საფუძველზე. მოდი დავიწყოთ აი სულ თავიდან, თქვენთვის როგორც ადვოკატისთვის, როდის გახდა ცნობილი ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. რა თქვენ როგორ აფასებთ ამ დანაშაულს და როგორ აფასებს ამას გამოძიება, ამაზე მოგვიანებით, იმიტომ რომ ნახეთ, მე გესაუბრებოდით კიდეც გადაცემის დაწყებამდე, მე მახსოვს მისი სატელევიზიო ინტერვიუ, მე მგონი ეს ბოლო მისი სატელევიზიო ინტერვიუ იყო ერთ-ერთ არხზე და ალეკო ელისაშვილი აანონსებდა და ხალხს მოუწოდებდა მონაწილეობა მიეღოთ 28 ნოემბრის აქციაში. თუმცა მეც სხვათა შორის შემნიშნე და ოპოზიციონერ მის კოლეგებსაც არ გამორჩენიათ, რომ ალეკო ელისაშვილი აი ამ ანონსის და მოწოდების მიუხედავად თავადაც არ მისულა ამ აქციაზე. სად იყო იმ დროს? ჩემთვის ცნობილია აქციის პერიოდში სად იმყოფებოდა, ჩემთვის ცნობილია ის ფაქტები, რაც უკვე შემდგომდე გამოძიებამ გაასაჯაროვა. ანუ რეალურად ის კითხოს რომ დაუბრუნდეთ, რომ როდიდან ჩავერთვე მე ამ საქმეში, ეს იყო დილის საათები, როდესაც ოჯახს დაუკავშირდა გამოძიებელი და აცნობა, რომ ალეკო ელისაშვილი იყო დაკავებული და მას ედავებოდნენ უცხოესი ქონების დაზიანების მცდელობას. ეს არის სისხლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილი. თუმცა დილის დაახლოებით იქნებოდა 7:30, როდესაც გახდა ჩემთვის ცნობილი აღნიშნული ქმედების შესახებ, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ მქონდა, გამოძიებელმაც ვერ მომაწოდა ზუსტად ინფორმაცია თუ რა შეეხებოდა ეს ხვისინივთის დაზიანება. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ვცდილობდი რომ დაკავშირებოდე ან მე გამოძიებელს ტელეფონი გამორთული ქონდა, არ მომეცა საშუალება რომ შევხედროდე ალექსანდრე ელისაშვილის, ან მოკლედ 10 საათის განმავლობაში ვეძებდით ალექსანდრე ელისაშვილს. რატომ შეგიზღუდეს თუ გამომძიებელი დაუკავშირდა და რამდენიმე საათში მისი ინციდენტიდან თუ დანაშაულის ჩადენიდან მალევე შეატყობინეს ოჯახს, მაშინ რა ინტერესი ჰქონდათ, რომ მაგალითად ეს გარკვეული შეფერხება შეექმნათ ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით მისი უფლებადამცველისთვის. ანუ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს თუ რა იყო მათი მიზანი, თუმცა ფაქტი არის ის, რომ მას შემდეგ რაც დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს, იმის შემდგომ მე არ მეძლეოდა საშუალება, არ ვიცი რატო იყო საჭირო იმისთვის, რომ აი მაგალითს გეტყვი დღეს ალექსანდრე ელისაშვილს პროცესზე განაცხადა, რომ 4 საათის განმავლობაში ქონდა მჭიდროდ შეკრული ხელები და სისხლჩაქცევები და სისხლი მოსდიოდა უკვე ისეთ მდგომარეობაში ქონდა დაზიანებული ხელი. ეს სასამართლო შენობაში თუ მას შემდეგ რაც განყოფილებაში გადაიყვანეს, ისევ ხელები შეკრული, ალბათ ბორკილებით, კი, ოღონდ მჭიდროდ და უკან და რაც საჭიროებაც არ იყო იმ დროს, ხო? 4 საათის განმავლობაში რატომ უნდა ქონდეს შეკრული ადამიანს, თუმცა შეგეძლია წინ გქონდეს და მეტად რბილად ასე ვთქვათ. თუმცა ხელები რომ გაეხსნათ მისთვის, ან რაღაცა შეემსუბუქებდეთ, ის მაინც ვერ დაგირეკავდათ. არა, დარეკვაზე არ არის, საუბარი არის, ხო, ეს იყო ერთ-ერთი სადამსჯელო ღონისძიება, ხო, მე რა ადვოკატი რომ მის გვერდით ყოფილიყავი, რა თქმა უნდა, საშუალებას არ მიცემდი, რომ მსგავსი ქმედებები განხორციელებიათ. აი კიდევ რა გითხრათ, რა ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც თქვენ არ ქონდათ მასთან დაკავშირების შესაძლებლობა. მოდი სიმართლე რო ვთქვათ, ანუ ის დაზიანებები, რაც აქვს ალექსანდრე ელისაშვილს მიყენებული, თქვენ ნახეთ მხოლოდ რამდენიმე კადრი, თუმცა რეალურად კიდევ უფრო მეტად ძიმეთ არის დაზიანებული. მას აქვს ხელის არეში, ფეხის არეში, ტანის არეში დაზიანებები და ეს მანდატურებთან ფიზიკური, ასე ვთქვათ, ხელჩართული ბრძოლის დროს არ მიუღია ყველა დაზიანება? არა, მაგას ვამბობ, რომ დაზიანება მიიღო მას შემდეგ, რაც მანდატურის სამსახურმა ის დააკავა. ანუ მანდატურის სამსახურის მიერ იყო ეს ჩადენილი ეს სისასტიკე, მას შემდეგ რაც უკვე ის განეიტრალებული იყო. თუმცა ახლა რეალურად რო ვთქვათ, ანუ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აი იმ ფაქტს თუ არ ჩავთვლით, რაზეც მე ვისაუბრე, რომ ბორკილები ქონდა დიდი ხნის განმავლობაში მჭიდროდ მოჭერილი, დანარჩენი სხვა ასე ვთქვათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათი მხრიდან არ განხორციელებულა. მომეცა საშუალება მე რომ დაახლოებით 10 საათის შემდგომ უკვე შევხედროდე მას იზოლატორში და მას შემდეგ გახდა ცნობილი რეალურად თუ რა მოხდა და რა ვითარებასთან იყო და რა მოგოყევით რა მოხდა, იმიტომ რომ მართალია